საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ასე ჰქვია საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ეროვნული არქივის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში თბილისის 100 საჯარო სკოლაში 1918-21 წლებში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო ლექცია გაიმართა. როგორც იდეის ავტორებმა განაცხადეს, წამოწყება მშობლიური ისტორიით მოსწავლეების დაინტერესებას ითვალისწინებს. საგანმანათლებლო პროექტში დედაქალაქის 21 საჯარო და კერძო სკოლა ეტაპობრივად ჩაერთვება. საბოლოოდ კი გაიმართება ვიქტორინა, რომელშიც თითოეული სკოლის 5-კაციანი გუნდი იქნება წარმოდგენილი. კონკურსის შედეგებს საგანგებოდ შერჩეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ჩვენ სკოლებში დავიწყეთ სიარული და პრეზენტაციების გაკეთება ბავშვებისთვის ამ პერიოდის ისტორიასთან დაკავშირებით. პირველი სკოლა 102 საჯარო სკოლა საკმაოდ ორგანიზებული დაგვიდა და სხვა 20 სკოლასთან ერთად ისინი მიიღებენ პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობას, სადაც გაიმართება ინტელექტუალური თამაში სკოლებს შორის და გამოვლინდება ის სკოლა, რომელიც ყველაზე კარგად გაეცნობა ამ პერიოდის ისტორიას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლა ჩართულია, ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან. კარგად მოვაწეობენ, კარგი პროექტიც აქვს და ვიმედოვნებ, რომ შემდგომ ეტაპებზეც გავალთ და გვამართლეთ საუკეთესო რა თქმა უნდა ვარიანტია, მაგრამ ისედაც რომ მონაწილეობს ვებულობთ და აი ესე მოტივირებულები არიან ბავშვები, ეს ჩემთვის ძალიან კარგია.